ამ ვიდეოში წილადების შედარებას ვისწავლით. იმისათვის, რომ შევძლოთ წილადების შედარება, აუცილებელია, რომ ამ წილადებს ან მრიცხველები ჰქონდეთ ტოლი, ან მნიშვნელები. თუ არც მრიცხველები აქვთ ტოლი და არც მნიშვნელები, მაშინ საჭიროა, რომ ან გავაერთმრიცხველიანოთ, ან გავაერთმნიშვნელიანოთ. წილადების გაერთმნისმშველიანებას ცალკე ვიდეოში გასწავლით. თუ მოცემული გვაქვს ისეთი ორი წილადი, რომლის მნიშვნელებიც ერთმანეთის ტოლია, ვიტყვით, რომ ტოლ-მნიშვნელიანი წილადებიდან მეტია ის წილადი, რომლის მრიცხველიც მეტია. 11 მეტია 7-ზე, შესაბამისად, მოცემული წილადი იქნება ამ წილადზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ისეთი წილადები მოცემული, რომელთა მრიცხველებიც არის ტოლი, ვიტყვით, რომ ტოლ-მრიცხველიანი წილადებიდან მეტია ის წილადი, რომლის მნიშვნელიც ნაკლებია. 23 ნაკლებია 27-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ეს წილადი იქნება მეტი ამ წილადზე. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რათა არ გამოგრჩეს მომდევნო ვიდეოები.